4 ოქტომბერი ქართული ღვინის დღეა. თარიღი შარშანდაწეს და თუმცა წელს მისი აღნიშვნა გაცილებით პომპეზურია. მიზანი კი ის გახლავთ, რომ ღვინის ბოთლს არა მხოლოდ სუფრის ატრიბუტის, არამედ პრესტიჟული საჩუქრის სტატუსიც ჰქონდეს. ისე როგორც ეს ღვინით მდიდარ ევროპულ სახელმწიფოებშია წესად ქცეული. როგორი იქნება ღვინის დღე 2015, რას უნდა ელოდოს ვიზიტორი და როგორ ვიზიდავთ უცხოელ სტუმრებს, გვიამბობენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თამთა ყველაიძე და ნატალია ბახტაძე, ასევე სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე სომელია ანა გოდაბრელიძე. დილამშვიდობის მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. თამთა, იგეგმება, რომ უფრო და უფრო მასშტაბური გახდეს ეს ღონისძიება, მეორე წელია ტარდება, რა გველოდება წელს ღვინის საერთაშორისო ქართული ღვინის დღეს? კი ბატონო, მოგახსენებთ, ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა 2014 წელს და იყო შედარებით მცირე მასშტაბიანი, მოიცავდა მხოლოდ თბილისს და კახეთს, იყო ღონისძიებები ალავერდში და თელავში. წელს უფრო გაფართოვდა მასშტაბები, გარდა თბილისისა იქნება ღონისძიებები ამბროლაურში, რუსთავში, ქუთაისში, თითქმის ყველა რეგიონში. დაგეგმილი არის საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები, დეტალებს უკვე ნატა მოგახსენებთ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია არა მარტო ქართველისთვის, არამედ უცხოელი ვიზიტორებისთვის. კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმის, რომ საქართველოს არის ნამდვილად ღვინის სამშობლო. ჩვენ გვაქვს 8000 წლიანი რთველის უწყვეტი ტრადიცია, მევენახეობის უწყვეტი ტრადიცია, ასევე გვაქვს 500-ზე მეტი აბორიგენული ღვინის ჯიში და ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რაც გულისხმობს. წლის წინ ლონდონში მოიწყო რაღაც გამოფენა, სამშობლოა კრედლ ეწერა, კრედლ ხმა. კი, ეს არის ჩემი ერთ-ერთი სლოგანი, საქართველოს ღვინის სამშობლო. და სწორედ ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ღვინის სამშობლო, აქ არის უნიკალური ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციები, გვაქვს ამდენი ჯიში, გვაქვს ამდენი წლიანი რთველი და შარშანდელთან შედარებით ხედავთ, რომ მასშტაბი გაიზარდა. ნატალია, კონკრეტულად რას მოიცავს? გონია, რომ რაღაც მარტო ღვინის დეგუსტაცია არ იქნება შეთავაზებული ვიზიტორისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ღონისძიება იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იქნება განთავსებული კარვები, იქნება ღვინის კომპანიები განთავსებული, ასევე იქნება ქვევრის ღვინის კარავი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ ქვევრის ღვინო დააგემოვნონ, ასევე იქნება ჭაჭის კოქტეილების კუთხე მოწყობილი, ასევე ძალიან მასშტაბური მსვლელობა იქნება. სტუდენტები არიან ჩართულები აქტიურად ამ ღონისძიებაში, 500-ზე მეტი ორგნის ჯიში იქნება გამოსახული მაისურებზე, ანუ ეს მაისურებს როგორც ჩვენ გვაცვია და ანუ ამ მსვლელობის აღლუმით გაიხსნა. მომეწონა ეს მაისური, ყველა მაისურზე როგორც მივხვდი სხვადასხვა ვაზის ჯიშია. 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია გამოსახული ამ მაისურებზე. მე რო ავრიოდე ცოტა დავასხა ხო შეიძლება. კი ბატონო, მოხდება რა გვასწავლოს აი ეს პროცედურა. რაოდენად მოხდება უცებად ამ ყოველფრის შეფასება, არის კონკურსი, ვინ არიან, ვინ შეაფასებენ ქართულ ღვინოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულს. კი, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულები, ეს იქნება უფრო სახალხო, ასე ვთქვათ, საჯარო კონკურსი, იმისათვის რომ ჩაერთონ თვითონ ჩაერთოს მომხმარებელი, რადგანაც მიზანი მაინც ეს არის ჩვენთვის, რომ ღვინის მოხმარების კულტურა უფრო მეტად გავზარდოთ, ანუ რა თქმა უნდა ჩვენ ეს ტრადიცია და კულტურა ზოგადად მევენახება მეღვინების გაგვაჩნია, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ მოხმარება დაგემოვნება სასურველია, რომ უფრო მაღალ ეტაპზე საფეხურზე ავიყვანოთ, სწორედ ამიტომ ყველიც იქნება, ღვინოც იქნება მათი შეუღლება და ძალიან საინტერესო იქნება მომხმარებლებისთვისაც, რომ ნახონ თუ როგორ შეუძლიათ შეახამონ ესა თუ ის ღვინო ამა თუ იმ თორთან. რაც შეეხება თვითონ დაგემოვნების კულტურას, გავსინჯოთ ერთად ეს ღვინო და ვნახოთ როგორ შეიძლება შევაფასოთ ესა თუ ის ხდება სურნელის ბუკეტის ვიცით რომ აუცილებლად ჭიქაძე უნდა მოვკიდოთ ხელი იმისათვის რომ ფერის შეფასებად შევძლოთ და ღვინო არ გავათქოთ, ვიცით რომ ყველა ღვინოს თავისი გარკვეული ტემპერატურა აქვს. თუ დამეთანხმებით რომ ალუმინის ფერია ეს ღვინო. და ეს ყოველი მოსმის წინ, ანუ ეს არის ხო, რომ თუნდაც ის რომ გემო კარგად გაიგო, მიიღო, უნდა შეიგრძნო ჯერ სურნელი. კი, სამი ძირითადი ასე ვთქვათ ეტაპია. ბოდიში ეკა მოსვა. არა, ჯერ უნდა შეიგრძნო. ჯერ ალბათ ჩავიგინე უკვე. ძალიან სომელიერი ხო. ბოდიში რო შეგაჩერდა. არა, ბერკი ძალიან კარგი ეს ჩართულობა უფრო საინტერესოდ არის პირველ რიგში უნდა ვიზუალურად შევაფასოთ ეს ღვინო, ფერზე ვთქვით რომ ალუბლის ფერია, შემდეგი არის არომატი. შემდეგ მატრიალებს ღვინოს როგორც თქვენ აღნიშნეთ და ვეხმარებით უფრო მეტად რომ ღვინოს უფრო მეტად ეს მეორე და არომატები შევიწყოთ ძალიან კარგად.
და ამ დროს რა არომატები მოდის, ანუ რას შეიგრძნობს, თუნდაც დილეტანტი, ანუ მესმის პროფესიონალისტის ეს უცხო. ასე ვთქვათ, ღვინოს აქვს პირველადი არომატები, რომელიც უფრო მეტად გამოსახულია თავისუფალი ფორმით არსებობენ ყურძნიდან მომდინარეობს. მეორადი არომატები, რა თქმა უნდა, ყურძნიდან მომდინარეობს, მაგრამ ალკოჰოლური დუღილის შემდეგ არის უფრო მეტად შეძლებენ, რომ თავიანთი თავი წარმოაჩინენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ამ დატრიალებით ვეხმარებით, რომ მაქსიმალურად მეტად შეძლოს ღვინომ თავისი მახასიათებლების ჩვენთვის ჩვენება. და რაც ძალიან მთავარია და უმთავრესია ის, რომ დაგემოვნების შემდეგ შევნიშნოთ, რომ ეს ღვინო არის ძალიან ჰარმონიული. ანუ არომატისა და გემოს არომატების ერთობლიობა უნდა იყოს ჰარმონიაში. თუმცა მარტო ვარდების მოედანი არ იქნება დატვირთული. კახეთშიც საკმაოდ დიდი ღონისძიება იგეგმება, იქ ასევე ყველის და თაფლის და ღვინის ერთობლივი წარმოდგენა. მოგახსენებთ, კახეთში მეღვინეთა გილდიის ინიციატივით იგეგმება თელავინი 2015, ასევე ტარდება ეს ღონისძიებაც მეორად. აქაც იგივე რაც რესპუბლიკის მოედანი წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინოთ, ასევე ეგრეთ წოდებული ევროპული ღვინო. მომხმარებელს ექნება საშუალება, რაც ყველაზე მთავარია, ადგილზე შეიძინოს თბილისშიც, კახეთშიც, ანუ ამბროლაურშიც და ყველა ამ რეგიონში ღვინო შედარებით დაბალ ფასად. ჩვენი ერთ შანსია იმისთვის, რომ დააგემოვნოთ ღვინო, კარგი დღე გაატაროთ 4-ში, რომელი საათიდან ელოდებით? 11 საათიდან 19 საათამდე. 12-ის ნახევარზე მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ამ 525 ჯიშის მაისურებში გამოსახულია. საღამოს უკვე იქნება კონცერტი, ასევე კარგი განწყობა. სიმბოლურად ამ დღის აღსანიშნავად. და თქვენს ტრადიცია და მიდახილოთ გადაიღო ამ დღეს ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი ბოთლი ქართული ღვინო და ერთად შევწევთ გრიანცელის საბაბი კი არ იყოს მარტო და არამედ იმის რომ მიყავით დღეს ჩვენ გაცემის სტუმრები, ასევე ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ანსამბლი ჰერიო, რომელთაც გუსმენთ. ქართული ღვინის დღეს კი 4-ში გეოლდებიან ვარდების მოედანზე. ასავალდებულოა. უმეტესი მადლობა. მადლობა.